საქალაქოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა ამ წუთებში დანაშაულის ორგანიზატორებად დასახელებული პირების, ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე ოცნების პროკურატურა საკუთარ მტკიცებულებებს გამოიკვლევს, გამოიკითხებიან მოწმეებიც. პროცესს მხოლოდ ბრალდებული გიორგი მიქაძე ესწრება. ამ საქმის 5 ბრალდებულიდან 2 ძებნილია. კატი ნადიბაიძე მუშაობს საქალაქოში, რომელიც განხილვის დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. პროკურატურამ დღევანდელი სხდომა გააგრძელა მოწმეების გამოკითხვით. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ უკვე ამ საქმეში მონაწილე ექსპერტები და გამომძებლები, რომლებმაც სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, მათ შორის გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო მასალების ექსპერტიზა ჩაატარა. დღევანდელი სხდომა შეიძლება ითქვას, რომ არის ხალხმრავალი, მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრები, მისი ახლობლები ესწრებიან დღევანდელ სხდომას. გარდა ამისა, სხდომაზე წარმოდგენილები არიან ასევე ბრალდებულების წარმომადგენლებიც, მათი ახლობლები, ამიტომ საკმაო მობილიზაცია მანდატურების მხრიდან სასამართლო სხდომათა დარბაზში, სადაც განსარჩენის სკამზე ზის მხოლოდ ერთი ბრალდებული, ეს არის გიორგი მიქაძე. საზოგადოება მიცის, რომ მისი ძმა დავით მიქაძე და ასევე მეგობარი გიორგი ჯოხაძე არიან ძებნილები. ეს სამი პირი არის სწორედ ბრალდებული მოკლული ლევან ჯანგველაძის საქმეზე, როგორც ამ დანაშაულის ორგანიზატორები, რომ სწორედ მათ დააორგანიზეს დანაშაული, რომელიც შეასრულა საბოლოო ჯამში გელა უძილაურმა. უძილაურს კი ამ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ამ საქმეზე კიდევ 2 ბრალდებული არის, ეს არის მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი. ბაღდავაძის შემთხვევაში საუბარი არის დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და კაჭკაჭიშვილის შემთხვევაში ის ფიგურირებს იარაღთან დაკავშირებით, რომ ის დაეხმარა იარაღის საკითხში ამ დანაშაულში მონაწილე ფიგურანტებს. საერთო ჯამში მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე საქმე არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით და ამ რამდენიმე საქმიდან 2-ზე არის უკვე დამდგარი განაჩენი. ეს არის გელა უძილაურის როგორც მკვლელის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის შედეგადაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რამდენიმე დღის წინ ასევე სანდრო წივწივაძეს მიესაჯა 8 წლის თავისუფლების აღკვეთა. ის ფიგურირებს იარაღის ეპიზოდში, რომ სწორედ მას ეკუთვნოდა წარსულში ის იარაღი და მასზე იყო რეგისტრირებული, რითიც გელა უძილაურმა ეს დანაშაული ჩაიდინა. ახლა ძირითადი საქმე ჯანგველაძის მკვლელობის შეიძლება ითქვას, რომ არის სწორედ ეს საქმე, ძმები მიქაძეების საქმე, რომელიც რამდენიმე თვე არის უკვე გრძელდება, ის არსებითი განხილვის ეტაპზეა. როგორც გითხარით, დღეს პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა გააგრძელა მოწმეების გამოკითხვით და ველოდებით პროცესების განვითარებას.